საღამომშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო, TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. საღამომშვიდობის თემურ, მადლობა რომ გვეწვიეს სტუდიაში. გამარჯობთ. საუბარი ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ სახელმწიფო სათათბიროში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სერგეი ლავროვის განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც დაკავშირებული იყო 3+3 ფორმატთან. და აქვე ვიტყვი, რომ მინისტრის საათის ფორმატში იყო ლავროვი მისული სახელმწიფო სათათბიროში და ეს კითხვა მას დაუსვა დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კაზბეკ ტაისაევმა და სხვათა შორის გაიჟღერა პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის, რომელიც ბევრს აკეთებს და ცდილობს მაქსიმალურად ცდილობს, რომ რუსეთთან რაც შეიძლება მალე და დინამიურად აღდგეს კავშირები. საინტერესოა ლავროვის პასუხი. ლავროვმა თქვა, რომ დღემდე რჩება საქართველოსთვის ადგილი ამ შეხვედრების დროს. 2021 წლის შემდეგ 3 შეხვედრა გაიმართა და ჩვენ ვიცით, რომ ინიციატორი ამ პლატფორმის არის აზერბაიჯანი და თურქეთი და არა რუსეთი. თუმცა ლავროვმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა თუ კი საქართველო მიიღებდა მასში მონაწილეობას, ისევე როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აკეთებდნენ ამის შესახებ განცხადებას. ირანის წარმომადგენელმაც თქვა იგივე და აქვე მან კიდევ ერთი მომენტი ახსენა, რომ იმიტომ ვერ ხერხდება ჯერჯერობით საქართველოს მონაწილეობა, რომ მათ გააზრებულია ყველა მონაწილეებს თუ რა რთულ ვითარებაში არის ახლა ქვეყანა, გეოპოლიტიკაც რა თქმა უნდა კავშირშია და ელოდებიან მომენტს. და ასევე მიანიშნა, რომ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის ეს პლატფორმა იქნებოდა საკმაოდ ძლიერი და კარგი პლატფორმა. და საპირისპიროდ 3+1 ცდილობდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს რო ქონოდა ლაგამი გამოდებული პატარა კავკასიის 3 ქვეყანაზე, ანუ საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე. აი, ალტერნატივის სახით თქვა ეს, ანუ 3+3 ნიშნავს, რომ კი 3 დიდი ქვეყანაა, მაგრამ ასევე 3 კავკასიის ქვეყანა და პრინციპში პარიტეტია. საინტერესო იქნება თემურ თქვენი შეფასება, თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. და ასევე იყო გამოხმაურება დღეს კვლავ ხელისუფლება თავს იკავებს, თუმცა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა მინიშნება, რომ შესაძლოა დადგეს დრო, რომ რაიმე ახალი ამ მიმართულებით ზრა იყოს. თუმცა დღესდღეობით არაფერი არ იგეგმება ამ 3+3 ფორმატთან. აი თქვენი შეფასება იქნება საინტერესო. 3+3 ეს ფორმატი ყველანაირი გაგებით, ყველანაირი შეფასებით, ყველა ასპექტით საქართველოს აწყობს და საქართველოს ინტერესებში შედის. ეს არის ეკონომიკური ასპექტი, იმიტომ რომ ჩვენ გეოგრაფიულადაც კი ცენტრი ვართ ამ 3+3 ამ ფორმატში მოაზრებული ქვეყნებისთვის და ამ ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კავშირები, პერსპექტიული კავშირების ეკონომიკური კავშირების აღდგენის შესაძლებლობები. ეს არის პირველ რიგში რუსეთი, რუსეთის ფედერაცია, რა თქმა უნდა მეზობელი ქვეყნები სომხეთი და აზერბაიჯანი. კიდევ ერთი ასპექტია, ეს 3+3 არ იქნება ისეთი ეფექტური იმ შემთხვევაში თუ ესე იგი ეს კომუნიკაციების სატრანსპორტო რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის ბლოკირებული იქნება ისე როგორც დღეს არის ეს არის სატრანსპორტო კომუნიკაციები აფხაზეთსა და ცხინვალში გავლით ამ თვალსაზრისითაც ყველა დანარჩენი ქვეყანა დაინტერესებულია ამ კომუნიკაციების აღდგენით მეტნაკლებად ალბათ აზერბაიჯანი ნაკლებად, მაგრამ ყველა დანარჩენი ქვეყანა დაინტერესებული უნდა იყოს ამ კომუნიკაციების აღდგენით აფხაზეთის და ცხინვალის გავლით და საქართველოს შეუძლია თავისი ინტერესების რეალიზება აი ამ დანარჩენი სხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ინტერესების რეალიზება, მათ შორის ტერიტორიული საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ბატონო ჩემო, იძულებით გადაადგილებულ პირთა
ინტერესების გათვალისწინებით და ყველა სხვა ასპექტით. ჩვენ გჭირდება ჩვენი ეკონომიკა სჭირდება პერსპექტიული ბაზრები, ამ ბაზრებში ინტეგრირება ისე რომ ჩვენი ადგილობრივი ეკონომიკური ინტერესები დავიცვათ. Am პირობებთან დაკავშირებით საჭირო აუცილებელია რომ საქართველოს დაიწყოს მუშაობა, დაიწყოს მოლაპარაკებები. და ნუ რა თქმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ყველა მხარესთან და მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ეს პირველი განცხადება არაა ლავროვის მხრიდან, როცა რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკური ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გვეპატიჟება ჩვენ საქართველოს აი ამ ფორმატში. და აქვე აღსანიშნავია ის მომენტი, რომ საერთოდ ხსენებაშიც არა აქვს აფხაზეთი და ეს ცხინვალის რეგიონი. ამ თვალსაზრისით კონკრეტულად სამი ქვეყანა კავკასიის და სამი ასევე რეგიონალური ძლიერი ქვეყნები მოთამაშეები. აი, არაწყინოს აფხაზებს და ოზმებს, მაგრამ ასეა ამ 3+3 ფორმატში საქართველოს ყოფილი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიიდან, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიიდან არის ერთი ქვეყანა საქართველოს გააზრებული და გააზრებულია ეს გათვალისწინებულია სწორედ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელსაც გარკვეული ისტორიული პირობების გამო და წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა ეს პირველ რიგში სააკაშვილის რეჟიმისა იძულებული გახდა ეცნო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. სწორედ ეს მაქვს მხედველობაში, როცა ვამბობთ და ჩვენი პარტია ამ პოზიციაზეა, რომ ამ თვალსაზრისითაც კი ტერიტორიული პრობლემების თვალსაზრისით საქართველოს ძალიან აწყობს, არაუბრალოდ აწყობს, ან ძალიან აწყობს აი ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება ჩქარა. მე არ მესმის ჩვენი ხელისუფლების და ქართული ოცნების ეს პოზიცია რა უნდა უშლიდეს ხელს დღეს რომ დაიწყოს მუშაობა საქართველოს გეოპოლიტიკური ამ მიმართულებით. გეოპოლიტიკური ასპექტები ხომ არ უშლის მაინც ამას ხელს. ჩვენ რო გადავხედოთ ვითარებას, ახლა რამდენი ხანია ყარაბაღში ომის შემდეგ, ნუ ვიცით რომ სომხეთმა წააგო, მაგრამ იმდინარეობს მოლაპარაკებები პაშინიანს და პაშინიანის ხელისუფლებასა და ალიევის ხელისუფლებებს შორის, რომ საბოლოოდ მოხდეს იქ შეთანხმება. მაგრამ ფაქტორი არის სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ნუ ვიცით ჩვენ სომხეთის გავლენები, კონგრესშიც არის ლობი, სენატშიც არის ლობი, იგივე იმ deep state-შიც და ვიცით საიდან მოდის თავად პაშინიანი, ან სოროსის მიერ შეფრთიანებული პოლიტიკოსია და ის წაყენებული პირობა ალიევის, რომ სომხეთის კონსტიტუციაშიც უნდა შევიდეს ცვლილება, რადგან იქ პრეამბულაში უწერიათ, რომ უნდა დაიბრუნონ რაღაც ისტორიული მიწები და ყარაბაღი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა იუსტიციის მინისტრმა, მაპატიეთ ახალგაზრდა ქალბატონია, განცხადება, რომ ჩვენ დავიწყებთ კონსტიტუციაზე მუშაობას. ოღონ, როდესაც არჩევნები შედგება სომხეთში 2026 წელს. ანუ წარმოიდგინეთ მთელი ერთი წლინახევრის შემდეგ. ეს საკმაოდ დიდი დრო არის ფორსირებისთვის. პარალელურად პროცესები მიმდინარეობს უკრაინაში. ტრამპი თავს იმკვიდრებს. უკვე ხდება მისი ხელმოწერილი განკარგულებების აღსრულება. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად მიანიშნა სქესთან დაკავშირებით, რომ მშობელი შეიძლება იყოს მხოლოდ მამა, ანუ ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ითვალისწინებს ტრამპის ხო და თემას რომ არ გადაუხვიო, აი ზუსტად ასე ნაბიჯ, თუმცა დროში გაწელილ ფაქტორებს ცდილობს დროის მოსაგებად, აი მაგალითი მოვიყვანეთ, თუნდაც სომხეთი. და საქართველოს ეხლა თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ამ მიუნხენის კონფერენციაზე პაშინიანს გახარიაც კი შეხვდა. გასაგებია, რომ აქ უკვე რაღაც მოლოდინის რეჟიმია ჩართული და ხომ არ დაიგვიანებს საქართველოს აი თუნდაც ასეთ ფორმატში ჩართვას. თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ 3+3 როგორც ასეთი როდის შეიქმნება და ამ ესე იგი სრული შემადგენლობის შეიძლება ითქვას ამ ფორმატის შექმნა სომხეთის შეუშლის ხელს, ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ეს არ ეხება საქართველოს შესაძლებლობებს, რომ მან დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, მე მგონია, რომ ზეწოლა შეერთებული შტატების მხრიდან, რომ აი აქ შეგნით ჩაერიონ და მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება,
რისის შიშიც რა თქმა უნდა იყო რეალური მაგრამ ეს თანდათანობით ეს საშიშროება ისტორიას ბარდება და ამ თვალსაზრისით მე მგონია რომ ჩვენ საქართველოს უნდა გადაიარა ის მომენტი როცა ამის გამო აი ამ საშიშროების გამო არ უნდა დაიწყოს საუბარი 3+3 ფორმატზე რომელიც მზად არის რომ ამ 3+3 ფორმატს შეუერთდეს ეს განცხადება ხო არ არის გაკეთებული არც ვოლსკის გაუკეთებია ეს განცხადება შეიძლება მომავალში გავაკეთოთ ასეთი ნაბიჯები შეიძლებაო დადგეს პირობებიო მომავალში ხო მე მგონი ამაში არ ვეთანხმები ნამდვილად იმიტომ რომ ამის პირობები რომ დავიწყოთ საუბარი ამ 3+3-თან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია ვაჩვენოთ როგორც რუსეთს ისე ირანს ისე თურქეთს ბატონო ჩემო რომლებიც მოწადინებული არიან აზერბაიჯანს უნდა ვაჩვენოთ არ უნდა გადავდოთ ეს ჩვენი მდგომარეობის გამტკიცებას გამოიწვევს ყველანაირი გაგებით მათ შორის აფხაზეთთან და ცხინვალთან საუბრისას მათ შორის თვითონ რუსეთთან საუბრისას ჩვენ სხვა ინტერესების გაგვაჩნია ხო ეკონომიკური კერძოდ იმიტომ რომ რუსეთის ბაზარი ესეთი ბაზარია რომელიც ჩვენთვის არის ზედგამოჭრილი ჩვენი ეკონომიკისათვის რომელიც პრიორიტეტული რომელიც ახლა განთავისუფლდა რუსეთი ელოდება პროდუქციას თავის ბაზრისათვის იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო არის საყოველთაო ეკონომიკური ბლოკადის ობიექტია და ამ ბლოკადამ ხელი შეუშალა რუსეთს ბევრ რამეში და მას რაც მეტ პროდუქცია შეიტან რუსეთს ჩაკეტა რუსეთმა იმპორტული სპირტიანი სასმელები ღვინო იტალიიდან და იქ ისტერიკაა უკვე იტალიიდან ჩაკეტა იმიტომ რომ მათთან ცუდი ურთიერთობები იმიტომ რომ იტალია მხარეა იმიტომ რომ იტალია ეხმარება უკრაინას ჩვენ კარგი პოზიცია დავიკავეთ და ეს უნდა გამოვიყენოთ ამისი როგორც თქვენ მონეტიზაცია უნდა მოხდეს მისი რეალიზება უნდა მოხდეს და ამისთვის უნდა ვიზრუნოთ მე არ მესმის რატომ ვჩერდებით რატომ ვართ გაჩერებულები საქართველოს რატომ უნდა იყოს გაჩერებული ქართულ ოცნებას რა უშლის ხელს მისი მდგომარეობა გამტკიცდა ვფიქრობთ რომ მე ვახსენე რომ ტრამპი ახლა მაქსიმალურად ცდილობს რომ ასე ვთქვათ გააქტიუროს თავისი უკვე შიდა ეს პოლიტიკური პროცესები ანუ ძალაუფლება უკვე აქვს და გაზარდოს ეს კოეფიციენტი უფრო მეტად აქტიურობის მაგრამ რამ აძლევს ამის თქმის საფუძველს ახლა დღეს მაგალითად ყოფილმა ელჩმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ ადგილობრივ პრესას იქ მისცა ინტერვიუ და ვფიქრობ რომ ყურადსაღები აქცენტებია გაკეთებული რატომ ვამბობ ამას და უფრო კონკრეტულად დავმარცვლავ რას იძახის ბრაიზა ხომ არ ფიქრობთ რომ ქართული ოცნება უბრალოდ ელოდება გამოკვეთილ დღის წესრიგს საქართველოსთან მიმართებით თუ როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ეს ჯერ არ ჩანს და რატომ მოვიყვანე ბრაიზას მიერ მიცემული ინტერვიუ ბრაიზა პირდაპირ ამბობს და აქ ვიტყვი რომ არ ვფიქრობ რომ მიკერძოებულია ამ შემთხვევაში ვინაიდან მისი ცოლი ან მეუღლე თურქული წარმომავლობის ანუ ზეინო ბარანი იყო ჩართული სანავთო ან ენერგორესურსების კუთხით ბიზნესიც ჰქონდათ მათ ანუ ექსპერტები არიან და რაღაც ისეთი კონკრეტიკა აქვთ რომ არ ჩანს რომ იყოს მიკერძოებული თუნდაც ეს ინტერვიუ და ის ამბობს ასეთ რამეს რომ ტრამპს არ აქვს კავკასიისადმი ახლა პოლიტიკა პირდაპირ ასე ამბობს პოლიტიკა არ აქვს კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით და კიდევ ამატებს რომ კითხვა იქ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის რომელიც ფრიად დაინტერესებული ახლა ეს რო ყოფილიყოს რომეხი ჟურნალისტი სხვა ამბავია მაგრამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ეკითხება რომლებსაც ჩვენ ვიცით რომ დიდათ ახლა გულზე არ ეხატებათ ეს დასავლური ჰეგემონია და არაერთი ინტერვიუ გვინახავს ალიევის რა დღეში ჩაყარა იგივე ეს BBC-ს და სხვა დანარჩენი დასავლური მედიის წარმომადგენლები პირდაპირ მასტერ-კლასი ჩაუტარა როგორც პოლიტიკოსის ასევე ჟურნალისტის ანუ პირდაპირ ჩააგდებინა ენები იმ ჟურნალისტებს. ხო და აი როდესაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კითხულობს რომ აბა მაშინ როგორი იქნება პოლიტიკა ტრამპის. აი რადგან ჯერ არა აქვს კავკასიისადმი გამოკვეთილი პოლიტიკა პირველი ის რომ ის არის დაკავებული უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებით და მისთვის ეს პრიორიტეტია და მეორე რადგან არ არის გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის ხაზი. რატომ მოუყევი ამდენი
მივედი პირველ პოზიციასთან. საქართველოს ხელისუფლება ელოდება ტრამპის მიერ გამოკვეთილ პოლიტიკას, როგორ წარმოაჩენს, თქვათ და რა სურვილები ექნება საქართველოს მიმართ. ორი ვარიანტია რა, ან ტრამპი დაგვანებებს თავს, ან გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჰქონდა წინა ადმინისტრაციას და გააგრძელებს პროამერიკული შიდა ოპოზიციის დაფინანსებას იმ მიზნით, რომ ხელისუფლება შეცვალოს. ორივე ამ შემთხვევაში ჩვენ გვაწყობს მეზობლებთან ურთიერთობების გამოსწორება და პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან გამოსწორება. უფრო მეტიც ეს არგუმენტი, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ არ იცის სამხრეთ კავკასიის, საქართველოს მიმართ ყოველ შემთხვევაში პოლიტიკა არ გააჩნია ჯერჯერობით. ეს არის არგუმენტი არა იმის სასარგებლოდ, რომ საქართველოს არ გადადგეს ნაბიჯი, ანუ ქართული ოცნების დაუშვათ თუ ამის გულისთვის ისინი ესე უცდიან სიტუაციის გამოკვეთას, ეს არ არის სწორი პოლიტიკა, იმიტომ რომ ზუსტად ეს პერიოდი უნდა გამოიყენო, როცა შეერთებული შტატები თავისი პოზიცია არ გამოუკვეთია თუ რა ქნას საქართველოსთან დაკავშირებით. მე ვეთანხმები ბრაიზასაც, ვეთანხმები თქვენს გეთანხმებით, რომ დღეს ესე იგი წყდება პოსტსაბჭოთა სივრცის ბედი და უკრაინის ბედი თუ როგორ გადაწყდება, ისე გადაწყდება პოსტსაბჭოთა სივრცის ბედი საერთოდ. და უკრაინასთან დაკავშირებით ასე მგონია, რომ რუსეთის ფედერაცია არაფრის დამთმობი არ არის. ტრამპმა თავად თქვა, რომ კოზირები აქვს რუსეთს მოლაპარაკებებში. პირდაპირ კოზირები აქვს, თუმცა ტრამპი უნდა რომ ესე მოხდეს, რომ რუსეთმა თავისი ეს გაცხადებული მიზნების მხოლოდ ნაწილი რეალიზება მოახდინოს, არ მოხდეს იქ დეპოლიტიზაცია, დეფაშიზაცია უკრაინისა, რომ იქ შენარჩუნდეს ისეთ ხელისუფლება, რომელიც არის საერთო ჯამში პროდასავლური, ეს ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესებში შედის და ტერიტორიული პრეტენზიები რაც გააჩნია რუსეთს, რომ ის არ დაუკმაყოფილოს. ნახოთ როგორ იქნება. მე მგონია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება, რთული მოლაპარაკებები იქნება, რუსეთი თავის პოზიციებს არ დათმობს და ზუსტად ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ ჩვენ საქართველოსაც რუსეთი ისე გამოდის უხეშად არ დათმობს კი არ მინდა ამის თქმა, რომ საქართველოს მდგომარეობას, რომ ის თუნდაც ნეიტრალური იყოს, ახლა ჩვენ რო ვართ რა, რუსეთი არ შეურიგდება, იმიტომ რომ ესეც კი გარკვეულ საშუალებას შეიცავს რუსეთისთვის, თუ გავითვალისწინებთ თუ რა მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში საერთოდ, რომ სომხეთში ანტირუსული ხელისუფლებაა, პროამერიკული, პროდასავლური ხელისუფლებაა. აზერბაიჯანის თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას ესე იგი ატარებს, ეს არ არის ესეთი ქვეყანა და ესეთი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა აზერბაიჯანში, რომ მან გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მთლიანად რუსეთის ინტერესებში შედის. ეგერ თურქეთია და არის გარკვეული სავაჭრო, მაგას გააჩნია რუსეთთან, იმიტომ რომ აზერბაიჯანზე გადის შუა აზიის სიმდიდრეების ერთადერთი სატრანსპორტო მაგისტრალი გადის სხვადასხვა აზერბაიჯანზე და საქართველოს და შუა აზიის რესურსებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული დასავლეთში, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ურანის ძალიან მდიდარი საბადოებია. იქ არის საბადოები იშვიათი ლითონებისა, რომელიც ასე საჭიროა მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებებისთვის და ამასაც უყურებს შეერთებული შტატები და აზერბაიჯანიც, რომ ის ძალიან საჭიროა დასავლეთისთვის. ძალიან რომ არაფერი ვთქვათ ენერგომატარებლებზე, რომელიც ასევე აზერბაიჯანის გავლით გადის დასავლეთისკენ და ჩვენ არ გვაქვს აზერბაიჯანის მდგომარეობა. არ გვაქვს. არც სომხეთს აქვს, სხვადასხვა. სომხეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. და ჩვენს მძიმე მდგომარეობაში ჩვენ არ უნდა დაველოდოთ არც ტრამპს, არც სხვა ვინმეს. მაგრამ დასავლეთი ხედავს დღეს სომხეთსა და საქართველოში ერთადერთ დასაყრდენს კავკასიაში. ხო და მაგაშია საქმე, რომ დასავლეთის დასაყრდენით ჩვენ არ უნდა ვიყოთ. საქართველოს ინტერესებში ეს აბსოლუტურად არ შედის. ეს არის არათუ წამგებიანი, არამედ დამღუპველი რამ, რომ ჩვენ ვიყოთ დასავლეთის დასაყრდენ, თუნდაც ის პოლიტიკა გავატაროთ, რა პოლიტიკას ატარებს აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანს რესურსები აქვს. ძლიერი ქვეყანაა. თვითკმარი სახელმწიფოა. მაგას გარკვეული გარანტიები აქვს, რომ იქ ისეთი პროცესები არ განვითარდება, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვართ ახლა, ჩამოკიდებული ვართ ბეწვზე ვართ, ჩამოკიდებული, ბეწვი შეიძლება გაწყდეს, შეიძლება არ გაწყდეს. ასე ვართ რამდენი წელია უკვე, ეს გრძელდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ და ქართულმა ოცნებამ უნდა მიხედოს საქართველოს ინტერესებს ისე როგორც საჭიროა ეს. და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საუბარი რუსეთთან. პირველ რიგში დიპლომატიური ურთიერთობების ადგენაზე, შემდეგ ესე იგი რაღაცა, ჩარჩო ხელშეკრულება მაინც რო დაიდოს და რომ ჩვენ აღვადგინოთ კეთილმეზობლური ურთიერთობები. ახლა მე არ ვამბობ სტრატეგიული, ეს ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ჩვენ სამოკავშირო ხელშეკრულებაზეც კი უნდა გავიდეთ რუსეთთან. სამოკავშირო, მაგრამ თუ შენ არ გინდა ეს მაშინ იმაზე მინიმუმზე მაინც ამბობ უარს დიპლომატიურ ურთიერთობებზე და ნორმალურ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე შენი ინტერესების დაცვით ისევ და ისევ ვიმეორებ მე ჩვენი წითელი ხაზები გვაქვს ჩვენი ინტერესები გვაქვს ეს უნდა ჩაიდოს დათქმაში რა თქმა უნდა და რუსეთი მზადა გვეტყობა რუსულ მხარეს რომ მზადა რომ გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები და კიდევ ერთი დათო მინდა აი აქვე მაშინ ვიტყვი აი თქვენ თქვით რომ მზად არის გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები ნუ აქ რა თქმა უნდა იგულისხმება ეს კონფლიქტური რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენ ვიცით რომ de facto არჩევნებია ახლა იქ აფხაზეთში დაგეგმილი მეორე ტური და რუსეთის სლეტკომმა ანუ საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო მოკვლევა რომ აფხაზები მაქსიმალურად ცდილობდნენ პირდაპირ ოჯახებში ეთნიკურად სომხური მოსახლეობაც არის რომ მათზე ჰქონოდათ ზეგავლენა არჩევანის კონკრეტული სომხებზე კონკრეტულად კი ბატონო ანუ იქ არ არის მარტივი ვითარება და აი ზუსტად ამ კუთხით რადგან სლეტკომი ჩაერთო რუსეთის ეს იმას ნიშნავს რომ აფხაზებს იქ ბოლომდე თავის შუაზე თუნდაც საქართველოსთან მიმართებით რუსეთი არ მიუშვებს ანუ გასაღები დევს მაინც რუსეთში რა თქმა უნდა იქ მე როგორც ვიცი აფხაზურ ოპოზიციაზეა საუბარი რომლებიც ცდილობდნენ მოეხდინათ გავლენა აფხაზეთის სომხურ მოსახლეობაზე ეს მოსახლეობა სომხური განწყობილია რომ საერთო ჯამში ხმამისეს პირობითად ვამბობ პრორუსულ მხარეს პრეზიდენტს და არძიმბას ეს არძიმბა არის ვლადისლავ არძიმბას ძმისშვილი და ამას ჰქონდა ფაქტი ამ ფაქტებს ადგილი და მე მინდა განმაცხადო კიდევ ერთი რომ არა მხოლოდ სომხები არიან იქ არათანასწორ მდგომარეობაში არამედ ქართული მოსახლეობაც რაც აფხაზური სახელმწიფოს ერთ-ერთი ძალიან უარყოფითი მხარეა აი ჩვენ უნდა დავიცოთ ჩვენი ქართული მოსახლეობის ინტერესები აფხაზეთშიც და სხვაგანაც ყველგან და ზუსტად აქედან გამომდივარ რომ ჩვენ როცა რუსეთთან ჩვენ თვითონ ზელენსკის არ იყოს ვიკრძალავთ კიდე კაი საკანონმდებლო დონეზე არ აგვიგზალია თუმცა კონსტიტუციაში წერია რომ ჩვენ ესე იგი უნდა გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის წევრი ეს რა თქმა უნდა თავისთავად არ გზალვა რუსეთთან რა გინდა მაშინ ხო ეს ამოსაგდებია ეს ჩანაწერი მაგრამ ჩვენ არ უნდა დავაყოვნოთ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი დაუყოვნებლივ რუსეთთან არა მხოლოდ იძულებით გადაადგებულ პირებთან დაკავშირებით და გაწამებულ ხალხთან რომლებმაც თავიანთ სახკარი დაკარგეს იქ ვინც არის დარჩენილი ისინი მეორე ხარისხოვანი ხალხია გალის რაიონში ოჩამჭირეში პასპორტს ხარ მისცემენ ხან წაართმევენ იმის მიხედვით თუ როგორია კონიუნქტურა რა არის ეს რას გავს და ბერკეტები არა ქართულ მხარეს ეს OBS აი ეს ფორმატები ეუთო იქნება ეს თუ სხვა 35 წელია გასული ჩვენ დავიცავით ჩვენი ინტერესები ქართული მოსახლეობის რამე გამოგვივიდა რაღაცა მინიმალურ დონეზე კი გამოგვივიდა მაგრამ მეორე ხარისხოვანია ქართული მოსახლეობა ეს შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის ესე იგი აღდგენით აფხაზურ მხარესთან საუბრით ოსურ მხარესთან საუბრით, ოღონდ ჩვენ უნდა ვიყოთ იმ სივრცეში, სადაც აფხაზები და ოსები უკვე არიან. ეკონომიკური თვალსაზრისით, სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მხოლოდ ამ შემთხვევაში შენი არგუმენტები ძალიან ძლიერია.
და დათმობაზე სწავლენ სამართლიან დათმობაზე. იმ სამართლიან მოთხოვნების შესაბამისი, ესე იგი დათმობებზე აუცილებლად წავა. როგორც აფხაზური, ისე ოსური მხარე. რა თქმა უნდა, ჩვენი არა მხოლოდ ახლა ჩვენი ის გარკვეული წინადადებები უნდა გქონდეს აფხაზებთან, ოსებთან, თუ ჩვენ ერთიან სივრცეს ავაშენებთ აუცილებლად, გავაგრძელებთ, ასე ვთქვათ, აშენებას, მაშინ ქართული მხარეს თავის პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა იკისრებს. ღარიბაშვილის განცხადებები გვახსოვს ჩვენ მრავალმილიარდიან ესე იგი ინვესტიციებზე, იქ აფხაზური ეკონომიკის აღდგენაზეც იყო საუბარი და პოტენციალი დიდია ძალიან აფხაზებს. და აფხაზების ინტერესების გათვალისწინებით და ოსების ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რომ საქართველოს ჩვენ არ გვაქვს დრო, ჩვენ არ ვიცი ახლა თუ ოცნება ადგილობრივ არჩევნებს უცდის და ესე იგი იმის შიშითაა რომ ესე იგი თუ ეს ნაბიჯები გადადგა რუსეთის დაახლოების მიმართულებით, მაშინ მას ადგილობრივ არჩევნებში შეუქმნიან პრობლემებს გარეძალები. მე არ ამგონია რომ ამას რაიმე საფუძველი ქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ როგორი ზეწოლის ქვეშ იყო ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნების მომენტში და როგორ მოიგო ეს არჩევნები. კი ბატონო. და თქვენ ახსენეთ ახლა ეს უკრაინა, ზელენსკი როგორც ჩანს მართლაც ცუდ მდგომარეობაშია, არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ, მაგრამ ახლა უკვე ისე შეგროვდა მის თავზე ღრუბლები, თან მუქი ღრუბლები, რომ ალბათ წააქცევენ მას, აი როგორც საჭადრაკო პარტია რომ თავდება და ეგ როსტმეისტერებმა როიციან ესე რომ წააქცევენ მეფეს. დაახლოებით ეს დღე მოელის მას. იქ საკითხავია მართლა მისცემს ვინმე თავშესაფარს თუ არა. რა ამაძლევს ამის თქმის უფლებას. ანუ ეხლა არის ატეხილი ისტერია ევროკავშირში, შოლციც კი გამოვიდა. მთელი რიგი ლიდერები ევროკავშირის და ამბობენ რომ აი უკრაინაში ახლა არის დემოკრატიაო, რუსეთში არ არის დემოკრატიაო. ახლა ეს შედარებაც რამდენად რელევანტური არ ვიცი, რასაც ისინი ქადაგებენ. მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ზელენსკის აქვს გასული ლეგიტიმაციის ვადა. ერთადერთი არის იქ ჩანაწერი რომ საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყანაში შეუძლებელია მარჩევნების გამართვა, მაგრამ ტრამპი რას ამბობს? ჯეი დი ვენსმა ხო თქვა ვიცე-პრეზიდენტმა რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში უკვე არჩევნები. თუ ცეცხლი შეწყდება, მე უნდა გადავირჩიოთ მისი ხელმძღვანელი და პირდაპირ ეუბნება რომ ძალიან დიდი თანხა გვაქვს დახარჯული ამ 3 წლიან ომში. დემოკრატიულობანას კი თამაშობენ, მაგრამ იმას არ ამბობენ, ვინ შეუნთო ეს ბიტფორდის ეგრეთ წოდებული შნური, რომ ცეცხლი წაკიდებოდა ამ უკრაინის კონფლიქტს. ანუ ბაიდენის პირდაპირ და მისი ადმინისტრაციის ინტერესი იყო. ხო, რომ გაჩაღებულიყო ეს ომი. ხო და ისიც ვიცით რომ ხელი აქვს მოწერილი რომ არავის არ აქვს უფლება, ვთქვათ, დაჯდეს მოლაპარაკებებზე ან რაღაც სხვა გადაწყვეტილებები მიიღოს და რუსეთი თხოვს ამის გაუქმებას. მაგრამ ეხლა ჩდება კითხვა. ეს დასავლელი ლიდერები ამას რომ ამბობენ, რომ ეს ლეგიტიმური ლიდერია, ტრამპი შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეს და წინააღმდეგობები შეექმნას. არ და ვერ შეექმნება ტრამპს წინააღმდეგობები. ახსნი რატომ? პირველი ჩაუკეტავს ყოველგვარ სამხედრო დახმარებას, ფინანსურს და სამხედრო დახმარებას. ზელენსკის მისი შეერაღებული ძალების პოზიციები უკვე ისედაც უდათაა, გუშინ არ ვთქვით უბრალოდ მიმდინარეობდა კურსკის ოლქიდან რუსებმა უკვე გამოყარეს 70% ეს უკრები. შეერაღებული კონტინგენტი. მართლაც ძალიან შეთხელებული აქვს რიგები, ანუ პრობლემები აქვს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ახლაც კი ამ ეგრეთ წოდებულ ვესეუს უკრაინის ჯარებს, რომლებიც ერთმანეთთან ნაწილები კოორდინირებენ, მათ ეხმარებათ, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სატელიტური Starlink-ის ეს ფიჭური სისტემა და ამით ახერხებენ ერთმანეთში კოორდინაციას. ანუ ტრამპმა ასევე ეს თავისი სახასიათო ხელმოწერა რო აქვს, შეიძლება ისევ ერთი ასეთი გუჯარი გამოსცეს და აი ამ Starlink-ის გათიშოს საერთოდ სატელიტიდან აი ეს ამათი მასკისას ჩამოიშლებიან, როგორც აი დომინოს რო ერთს მიარტყამ და მთლიანად რომ იყვება, აი ფრონტი ასე ჩამოიშლებათ. კიდევ ერთი, რაც შეიძლება ამ ევროპელების გულის გასახეთქად გააკეთოს ტრამპმა. მე მithქვამს რომ ცოტა ექსცენტრიული პოლიტიკოსია, მაგრამ ის ყოველთვის პოულობს თავის გამართლებას. ჩვენ ვიცით რომ
ელჩების დონეზე, აი გუშინ თუ გუშინ წინ ევროკავშირმა მე-16 პაკეტი შეიმუშავა სანქციების რუსეთის წინააღმდეგ. პიონერი ვინ იყო ამაში? ბაიდენის ადმინისტრაცია მათ დაიწყეს ჯერ კიდევ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს დაიწყო რუსეთის დასანქცირება. აი ახლა აიღებს ეს ტრამპი, რადგან უკვე ამბობს, რომ რუსეთს კოზირები აქვსო და თან უნდა რომ დაასრულოს ეს უკრაინის კონფლიქტი. ანუ ყველაფერზე მიდის, ვაბანკზე მიდის. აი ჰოლივუდი რო იღებს თავის ყველაზე კარგ ტრადიციებში, ეკონომისტებს, ეს ფინანსურ იმპერიებზე, აი მაიკლ დუგლასი თამაშობს, აი მისტერ გეკო დგას და ასწავლის ამ ახალგაზრდა ბიჭს ფინანსურ მაქინაციებს, როგორ უნდა ავიდეს სიმაღლეზე და ტრამპი ამაზე წამსვლელია. აიღებს და ყველა სანქციას, რაც კი რუსეთს დაუწესა, ყველაფერს გააუქმებს. თან ცალმხრივად. ევროპელებს არ შეეკითხება. ასეთი რამე შეუძლია გააკეთოს. მე ეხლა ეს ჩემი ფანტაზიები არ არის, ეს არის მთელი ამ ანალიტიკური მასალის შენაერთი. ანუ რასაც ვეცნობი სისტემატიურად და რაღაც საშუალო არითმეტიკულით გამომყავს. თქვენ გაგიგიათ, რომ ქართული მედიის რომელიმე ან გლობალისტები ან არაგლობალისტები ვინც კი ფიგურირებენ საერთოდ აი ჭიქაში ქარიშხალი რო აქვთ ხშირად ატეხილი. საერთოდ ამ საკითხებს იხილავენ? ჩვენ საზოგადოებას ტელემაყურებელს აწვდიან ამ ბებს? ძალიან ზედაპირულად, ზერელეთ. ქართული მედია იმითაა დაკავებული, რომ ან ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს მოემსახუროს, ან მეორეს. პარტიულია ყველა ტელევიზია. და გააჩნია რომელ პარტიას ემსახურება, თუ ის პარტია ემსახურება ასე თუ ისე ობიექტურ ინტერესებს, საქართველოს ინტერესებს, მაშინ მედია ასე თუ ისე სამართლიანია და ობიექტურა მსჯელოს, მაგრამ ჩვენ ვერ შევნიშნავთ ვერც ერთ საინფორმაციო რესურსს ვერ შევნიშნავთ ობიექტურ ანალიზს. იმედის და პირველი არხის ჩათვლით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ იქაც კი დღესაც კი შემორჩა ეს რაღაცა საერთო ტენდენცია, რომ ისინი არიან აი უკრაინის მხარეს არიან და საერთო ჯამში მაინც უკრაინის სასარგებლო პროპაგანდას ეწევიან, ობიექტურად არ განიხილავენ იმ მდგომარეობას, რაც უკრაინაშია შიგნით და რაც უკრაინის გარშემოა საერთოდ. რაც შეეხება ზელენსკის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ შეერთებული შტატებმა აიღო გეზი იქითკენ, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნებში და ზელენსკი უნდა შეიცვალოს. ეს ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ მაგაში ერთ-ერთი ფაქტორი ამის ისა რუსეთის პოზიცია. რუსეთი არ ცნობს ზელენსკის როგორც ლეგიტიმურ ხელმძღვანელს დღევანდელი უკრაინისა და აქედან გამომდინარე რუსეთი არ წავა მოლაპარაკებებზე ზელენსკისთან. მშვიდობის დამყარების საკითხებში. კიდე ახალი რაღაც მოიგონეს, ახლა ერთმანეთს ზონდავენ მხარეები, ნუ ახლა საინფორმაციო ომიც არის და აი ამ პირველმა შეხვედრა მერიაჩი უფრო გაამძაფრა ეს. ახლა რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაციები, რომ ყველას, ნუ ჰაკერობა ახლა ჩვეულებრივი ამბავი გახდა მთელ მსოფლიოში, უკრაინაში მიზდის SMS შეტყობინება, რომ ოდესის ოლქი და ნიკოლაევის ოლქი რუსეთის გახდება. ეს ხო ყველა არ ხდება, ხო? ეს ერთი. და დასავლეთის მხრიდან დააკვირდნენ რა გამადიდებელი შუშით აი მერიაჩი გამართულ მოლაპარაკებებს და უკვე მეორე შეხვედრას იწვევს მაკრონი. მინდა გითხრათ, რომ უკვე შტატებშიც მიიწვიეს, როგორც მაკრონი, ასევე სტრამერი. უკრაინის ირგვლივ სალაპარაკოთ, გაუხარდათ უცებ ევროპელებს, ფიქრობენ, რომ აი უკვე ტრამპის ადმინისტრაცია ალბათ ჩვენც უკვე მარაკაში გაგურევს, რომ ჩვენც როგორც მხარე ვიყოთ მოლაპარაკებებში. მაგრამ ნუ რას უკაცრავად, იქ უბრალოდ მიდის მოთელვა. ტრამპი კიდე ის გამჭრიახობა აქვს, რომ შეისწავლოს უბრალოდ ესენი როგორ იქ მე ზორი ქვეყანაა, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაზე მეტად ტრამპის გეგმას უკრაინასა და გერმანია, იმიტომ არ მიიწვიეს, რომ გერმანია პრობლემა არ არის. ხო, შოლცი და განცხადებებს, ბერბოკიც, მაგრამ ამაზე მინდა გითხრათ, რომ დღეს არის 20 რიცხვი. 23-ში არჩევნები აქვთ. და შოლცი კიდე დასაქმდება და ბერბოკი საერთოდ ისტორიის ანაგვეზე მიდის. ანუ მწვანეებიდან არის და საერთოდ აი ხაბეკიც ყავთ კიდე ეს ეკონომიკის მინისტრი, ну მოკლედ გერმანელებში ახლა იმაზე ბჭობენ, რომ AfD პირველ ადგილზე გავა თუ მეორეზე.
ნუ რეიტინგებით მეორეზე იყო, მაგრამ არ გამორიცხავენ რომ პირველსაც გავიდეს. გამოკითხვას ახლა Euronews-ზე იყო მასალა, მე ცოტა თემას გადაუხვია, მაგრამ დაუბრუნდები. დღეს იყო გამოკითხვები. ნუ რადგან Euronews-ი ევროკავშირის ქვეყნებს მოიცავს, საბერძნეთში ჩაატარეს გამოკითხვა, აბა თუ იცით გერმანელი პოლიტიკოსები ერთი ამბობს, ნუ გამლელები. პირდაპირ ათენის მცხოვრებლები კი ვიცით, აი 3-4 ადამიანი ჩანს. აი იტალიაში ვიცით, ჯორჯა მელონიაო, მაგრამ გერმანიაში არ ვიცით მეორემ. ერთმა ბერძენმა უთხრა, იცით რა, ჩვენ გვახსოვს რომ გერმანელებს თქვენ ოკუპირებული გყავდათ მეორე მსოფლიო ომის დროს საბერძნეთიო. ამიტომ არ მაინტერესებს თქვენი ამბავიო. ან წარმოგიდგენიათ ხო ევროკავშირია. ხო, ასევე პორტუგალიაში არიან შეწუხებულები. ეშინიათ რომ ალტერნატივა გერმანიისთვის პირველ ადგილზე არ გავიდეს. პორტუგალია ნუ ესპანეთთან მიბმულია და აი სანჩესიც აქტიურობს ახლა უნდა რომ პირდაპირ სოლიდარობას უცხადებს ზელენსკის. ანუ მათ აქვთ ინტერესი რომ იქ ეს ომი ღვიოდეს. ამით თვითონ არიან თუნდაც მცირე პერიოდი უსაფრთხოდ, სანამ უკრები და ეს რუსები ერთმანეთს იქ გასკდებიან. თავებით. ხო, მშვიდობის დამყარების შემთხვევაში ეს პოლიტიკური ელიტა, რომელიც მართავდა ევროპას აგარ უკვე 40 წელია, ასე გამოდის, ისინი წავლენ და სხვა ახალი პლეიადა მოვა პოლიტიკოსების. ეს გლობალისტების ხანის დასასრულია. ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში ეს არის ნეოლიბერალური ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისი, თუმცა წინააღმდეგობები არ მოიხსნება ამ ახალ ეპოქაში ჩვენ ნახავთ რომ ის წინააღმდეგობები, ის პრობლემები რომელიც სოფლიოს გააჩნია, პრობლემებად დარჩება. და მე უბრალოდ არ დავასრულე იქ აზრი რომ აი ამ საინფორმაციო ომის კომპონენტში დასავლეთის მხრიდან ასევე მიდის ზონდაჟი. ახლა ამბობენ ასეთ რაღაცას რომ თუ კი ბუდანოვიც გამოჩნდა მათ სპეცსამსახურების ხელმძღვანელი და კიო ცეცხლი შეწყდებაო, მაგრამ გააჩნია საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებულიო. წელსო თან წელს შეწყდება ცეცხლიო. და აი დასავლეთის მხრიდან ესეთი საინფორმაციო რუსები ეძახიან ინფორმაციონны вброс. ანუ ეს შემოგდებული თემა არის, აკვირდებიან რა რეაქცია იქნება რუსეთისგან. თუ მოხდება ამ ტრამპის ჩართულობით მიიღწევა რაღაც იქ მშვიდობა, ან ომი დასრულდება, თქვა დონბასი და ყირიმი საბოლოოდ დარჩება რუსეთს. დანარჩენ უკრაინაზე მისი ნეიტრალობის შესახებ რაღაცას ხელი მოეწერება და იქ პირდაპირ ჩაიდება რომ ის ვერ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მაგრამ ნახეთ ახლა როგორ რა შემოაგდეს. კი ბატონო, ეს ყველაფერი მოხდესო, მაგრამ თუ მერეც შეექმნება კიდევ რუსეთის მხრიდან პრობლემაო, აი ამ ყველაფრის მიუხედავათო. ანუ ხვდებით რა იხედებიან თვითონ ევროპელებიც. ფლათუთვინოებიც არ არიან, მართალია აქვთ ეს უცებ რო უყვართ ყველაფრის გადაჭრა თავიანთ გონებაში. მაგრამ შორს მაინც იხედებიან, ხვდებიან რომ რუსეთი არ გავა ამ რეგიონებიდან, რაც უკვე ასე ვთქვათ, გადაიფორმა. ნუ ერთპიროვნულად, მაგრამ უკვე აღიარა როგორც თავის ტერიტორიები. და ამბობენ ასეთ რამეს, რომ ეს ყველაფერი თუ დაიდო და შეთანხმება შედგა და თუ კი მერეც განახორციელებს რუსეთი რაიმე წიაღსვლას უკვე სხვა ტერიტორიებზე, ავტომატურად მივიღოთ უკრაინა ნატოშიო. ანუ ეს თუნდაც ნეიტრალური სტატუსი რო ქონდეს, მაგრამ გამოიწვევს მის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ავტომატურად შესვლას. რუსეთი ამაზე არ წავა, თუ ეს პირობა ჩაიდება დასავლეთის მხრიდან, რაც არ ამგონია მოხდეს. ამაზე რა თქმა უნდა რუსეთი არ წავა. რუსეთს დნესტრისპირეთის დათმობაც არ შეუძლია. აი ამ პატარა მიწის ნაჭრისა. იმიტომ რომ ეთნიკური რუსები ცხოვრობენ. ეთნიკური რუსები ცხოვრობენ და თან ეს იქნება მისი რეპუტაციული დამარცხება ძალიან. ჩათვალეთ რომ უკრაინის ომში რუსეთი ფაქტიურად დამარცხებული იქნება ყველას თვალში თუ დათმო დნესტრისპირეთი, რომელიც ფაქტიურად ალყაშია. ამიტომ რუსეთს ძალიან სერიოზული გარანტიები ჭირდება იმისათვის, რომ დნესტრისპირეთი არ მოხდეს მისი არ ჩაყლაპოს ან მოლდოვამ, ან რუმინეთმა მოლდოვასთან ერთად, ან უკრაინამ მომავალმა. მოლდოვა თვითონ არის ჩაყლაპვის საფრთხის ქვეშ. ანუ რუმინეთის მხრიდან კი. აქედან გამომდინარე ეს მოლაპარაკებები ძალიან ძნელი მოლაპარაკებებია. პრეზიდენტად ხავთ რუმინეთის მოქალაქე. ანუ ეს მაია სანდუ არის რუმინეთის მოქალაქე. ბატონო, რუმინეთის მოქალაქე.
ჩვენი პრეზიდენტი არ იყო, მე მგონი, მოქალაქე თუ იყო საფრანგეთის. ნუ საფრანგეთის მოქალაქე იყო და მერე მიიღო საქართველოს მოქალაქე. ჩვენც ჰქონდა. ყავდა ასეთი პრეზიდენტი, ანუ რუსეთი მიიღებს თუ არა გასასვლელს ტერიტორიულ აი სახმელეთოს დნესტრისპირეთთან ეს არ ვიცი, სხვა საკითხია, შეიძლება კორიდორიც მოითხოვოს. აი ზუსტად ოდესი და ნიკოლავი ახსენეთ დათო. და ეს არის მაყურებელს შეუძლია ნახოს, ეს არის ის ოლქების ტერიტორიები, რომელსაც გააჩნია ზღვაზე გასასვლელი ჯერ ერთი და რომელიც არის დნესტრისპირეთთან მოსაზღვრე რეგიონებია. ასე რომ მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან ძალიან ძნელია. დღევანდელ ევროპას არ აწყობს ომის დასრულება. შესაბამისად ის არ წავა იმ დათმობებზე, იმ პირობებზე, რაცაც აყენებს რუსეთი და რის გარეშეც რუსეთი არ შეწყვეტს საომარ ვითარებას, აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება ასეთი სურათი მივიღოთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გადაწყვიტონ უკრაინის ბედი. უკრაინის ბედი ისე, როგორც ეს აწყობს პირველ რიგში რუსეთს და ამერიკა რას მიიღებს აქედან? ამაზე ეს ცალკე თემა არის. ნუ შეერთებულ შტატებს უნდა რომ შეასუსტოს რუსეთ-ჩინეთის კავშირი, რუსეთ-ირანის კავშირი, პირველ რიგში ეს რუსეთ-ჩინეთის კავშირია. მისთვის ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემების შემქმნელი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში ევროპის ლიდერებს რო უნდათ ისე არ განვითარდება ეს მოვლენები და უფრო განვითარდება ისე ეს როგორც რუსეთს ჭირდება. აქედან გამომდინარე ისე უბრუნდები საქართველოს, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარება იცვლება. სურათი იცვლება, შეიცვლება აუცილებლად. სომხეთის აი ეს გაჯიუტება და მათ იქ რო არის პაშინიანი და ისმე დღეს რაც მოიყვანე მაგალითისთვის იმის განცხადება იუსტიციის მინისტრის სომხეთის რომ კონსტიტუციაში ცვლილებას განახორციელებენ აუცილებლად, ოღონ არჩევნებს უნდა დაემთხოს ეს პერიოდი 2021 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ კი ითვალისწინებენ ალიევის მუქარას, მუქარა იყო პრინციპში შეცვალეთ კონსტიტუციაო. ხო ჩვენ რო გვითხრას ვიღაცამ მესამე ქვეყანამ რომ კონსტიტუცია შეცვალეთო. რაღაცის და გამო. შეუცვლითო, ანუ მათაც უნდათ ინტეგრაცია, ვენაშიც ჰქონდა დღეს შეხვედრა თურქებთან, რომ კომუნიკაციური ეს ხაზები, დერეფნები გაიხსნას, მაგრამ დროს წელავენ. ანუ ახლავე კი არ აგვარებენ ამ საკითხს, უნდათ რომ დრო მოიგონ, იმიტომ რომ სომხებიც აკვირდებიან ტრამპი რა პოზიციას დაიკავებს სომხეთის მიმართ. ხვდებით ხო რაშია საქმე? ახლა მე ვოლსკი ვახსენე, რომ ვოლსკი გამოეხმაურე, ოდესღაც შეიძლება რაღაც მოხდეს, რომ 3+3 ფორმატის შესახებ შეიძლება რაღაც მერე მოხდესო. ნუ ამით დავიწყეთ საერთოდ გადაცემა. ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა გააკეთა ეს მაჭავარიანმა განცხადება და რაზე აპელირებს. ნუ ახალგაზრდა კაცია, ნუ პრინციპში ახლა ალბათ ახსოვს იქ აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტი ან ცხინვალის რეგიონში მაშინ კიდე 90-იან წლებში, თუმცა არ მგონია ახლა ფოტოს უყურებ, რომ ბევრად ახალგაზრდა ადამიანია, ალბათ იმ პერიოდში დაწყებით კლასებში სწავლობდა სკოლაში, ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ის ამბობს, რომ აი, იცით რა, რუსეთიც მონაწილეობს ამ ფორმატშიო, 3+3 ფორმატშიო. და მას აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულიო. აი სანამ არ გადაწყდებაო, მაშინ ვერ მოხდება ამ ფორმატში მონაწილეობა. ეხლა რამდენად თანაწონადია ეს? არ ვიცი, ეს პოზიცია, მაჭავარიანის ეს პოზიცია ძალიან გავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. უფრო ადრე შევარდნაძის მთავრობის პოზიციას, თუმცა არა, შევარდნაძის მთავრობა ასე თუ ისე ესე იგი უფრო გიბკი როგორ არის, უფრო მოქნილ პოლიტიკას ატარებდა რუსეთის მიმართ. ასე რომ ეს ძალიან ცუდი განცხადებაა, ასეთი ხისტი განცხადებები. რა იაპონიასა და რუსეთს შორის არ არის ტერიტორიული პრობლემები? არის. როგორია, ძალიან კარგად მოგეხსენება დათო, როგორია. ესე იგი იაპონია პრეტენზიას აცხადებს იმ კუნძულებზე, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთითაა, რამოდენიმე კურილის კუნძულები, რამოდენიმე კუნძულია და რუსეთი რა თქმა უნდა ამას ართვეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია. მაგრამ იაპონიას არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები ყოველ შემთხვევაში გაწყვეტა, მაგრამ აღადგინა იმის შემდეგ და ძალიან ინტენსიური ურთიერთობები გააჩნია რუსეთის ფედერაციასთან და ოკუპანტს არ ეძახეს. და თავის სიდიდიდან გამომდინარე მართალია პატარაა ხო იაპონია ვიდრე ჩინეთი. პროცენტულად პირველი ეკონომიკაა მსოფლიოში. ანუ სიდიდესთან შეფარდებით ვიძახი.
ასე რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ესეთი მაგალითები, რომელი პრაქტიკა, მსოფლიო პრაქტიკა, კონფლიქტების მოგვარებისა, ტერიტორიული პრობლემების მოგვარებისა და იმის მიხედვით უნდა განვაკეთოთ განცხადებები. არ ვიცი ახლა მაჭავარიანი, აი თუ უნდა ეწყინოს, არ ვიცი, შეიძლება ვინმე მიუტანოს ამბავი, ან არ მიუტანოს, შეიძლება არც უყურებენ ჩვენს იმას და არ ვთვლიან სერიოზულ უშუალოდ ძალად და ფიგურებად, მაგრამ მაჭავარიანის განცხადება ეს არის ერთ-ერთი კოპირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და იმ დამნაშავე ხელისუფლების განცხადება. იმის პოლიტიკის გაგრძელებაა ეს პოლიტიკა. ესე იგი შენ არ გინდა რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება, ასე გამოდის. არა, აქ მედალს ორი მხარე აქვს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუნდაც ავტორს ამ განცხადებისა შეუძლია თქვას, არა, ჩვენ გვინდა ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ იცით რა, აი მასა აქვს ჩვენი დაკავებული ტერიტორია ჯერ გაანთავისუფლოს, ან დაიწყოს ამაზე ფიქრი. და შემდეგ ჩვენც ვიფიქრებთ, მივიღოთ თუ არა 3+3 ფორმატში მონაწილეობა. ასე შეიძლება ესეც ეს არის ისეთი ხისტი პოზიცია, რომელსაც ეს არის განცხადება იმისთვის, რომ 3+3-ში არ მიიღო მონაწილეობა უბრალოდ. ამას ნიშნავს ეს, რომ შენ არ ხარ მზად 3+3-ში არათუ გაერთიანდა საუბარის დაიწყო. შენ არ ხარ მზად იმისთვის, რომ რუსეთს დაუახლოვდე, არ ხარ მზად, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინო. არ ხარ მზად, რომ ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინო. ესე იგი შენ არ გინდა შენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. ესე იგი შენ არ გინდა საქართველოს მოსახლეობის უმძიმესი სოციალური პირობების გამოსწორება. ან გინდა და არ აკეთებ ამას. აი ამას ნიშნავს ეს. ეს არ შედის მაჭავარიანის განცხადება საქართველოს ინტერესებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემები მხედველობაში უნდა გქონდეს, როგორც ამბობენ, ეს მოდაშია, წითელი ხაზები არსებობს. და ეს იარსებებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩვენ აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან. როცა ჩვენ დავიწყებთ საუბარს ინტეგრირებაზე, როგორც 3+3 ფორმატში, ისე სხვა ფორმატებში, ეკონომიკურ გაერთიანებებში, როგორიცაა BRICS-ი, რომელშიც გაერთიანება ჩვენ ყველანაირი პარამეტრით გვაწყობს. და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებში არ შედის. ეს ძალიან ცუდი განცხადებაა. ეს არის ხისტი განცხადება. ეს იმას ნიშნავს, შენ მდგომარეობის გამოსწორება არ გინდა უბრალოდ. ხო, დრო გამოაჩენს ერთი სიტყვით. სადაც ვოლსკი მაინც რაღაც პერსპექტივაში კიდე შესაძლებელია რაღაც მოხდეს. ვოლსკის განცხადება გამოსტილიკაცია და შედარებით რბილ განცხადებებს აკეთებს, იტოვებს უკან დასახევ სივრცეს, ასე ვთქვათ. მაგრამ არც ვოლსკის განცხადება მე მიმაჩნია, რომ ეს სიფრთხილით გამოწეულია, მაგრამ ასეთ სიფრთხილეს არ გააჩნია საფუძველი. ქართული ოცნება გაიმყარა თავის მდგომარეობა. ის ადგილობრივ არჩევნებშიც ასე თუ ისე მყარი პოზიციით მიუვა, რამდენიმე თვე არის დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მდგომარეობა მოსახლეობის ძალიან მძიმეა. ეს პროამერიკული მოღალატეებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ეს ოპოზიცია დაშიშვლებულია, ხალხს ეს ოპოზიცია სძულს. მაშინ რისი ხათრი გაგ და რისი შიში გაგ მე არ მესმის უბრალოდ. დაიწყე საუბარი ყველაზე დიდ მეზობელთან, უზარმაზარ რესურსების ქვეყანასთან, რომელზეც არის რომელთან კარგ ურთიერთობას შეუძლია შენი ძალიან ბევრი ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება დაიწყოს. როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური, ისე ტერიტორიული პრობლემების მოგვარება, მხოლოდ მაშინ თუ ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობებს, ნორმალურ ურთიერთობებს ყველაზე დიდ არ მიყვას ერთ სიტყვა მოდაშია ისე პოლიტოლოგების საყვარელი მოთამაშესთან ამ რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან, რომელთანაც ეძებს ესე იგი ურთიერთობების გამოსწორების გზებს შეერთებული შტატები. ტრამპი, რომელიც ახლა მოვიდა ხელისუფლებაში. ხო, და ამ ყველაფრის გამო ევროპაში ისტერიკა აქვს. ჩვენ იმ ევროპაში, რომელსაც ჩვენ ვაგინებთ და რომელსაც სამართლიანად ესე ვაკრიტიკებთ. რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ ჩვენი მტრები ხართ. ეს ოფიციალური პოზიცია ჩვენი ხელისუფლებისა და ქართული ოცნებისა. და მაინც უყურებთ რაღაცას უცდით აი იმ ევროპის წისქვილზე ვასხამთ. ჩვენ წყალს, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს თავისი მდგომარეობა განემტკიცა რეგიონში,
აი ამ ფორმატებში მონაწილეობით განემტკიცა რეგიონში იმ შემთხვევაში თუ აღადგინა ნორმალური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. რა თქმა უნდა ეს შედის საქართველოს ინტერესებში და არ შედის აი ევროპელი პოლიტიკოსების ინტერესებში. შენ რატო აკეთებ ისე რომ ისეთ რამეს რომელიც მათ ინტერესებში შედის? როცა შენ ესე თავარი რაღაცა ქართულმა ოცნებამ გააკეთა ასე თუ ისე ამ 2-3 წლის მანძილზე რომ მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, კოლოსალური ზეწოლისა საქართველოს არ გახდა მხარე. ეს გრძელდება ეს ზეწოლა. აი ნახეთ სიკორსკი რას ამბობს, ეს რადოსლავ სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთის. ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს, ევროკავშირის გაფართოების პროცესს. მოუველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა. გასაგებია. ზეწოლა გრძელდება, მაგრამ ამ ზეწოლას ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს ზეწოლა არ არის ეფექტური. ახლა 3-4 თვის წინ რო იყო ეფექტური, ისეთი ეფექტურია მათი ზეწოლა, მათი მხარდაჭერა ხო შესუსტდა. შიდა თავიანთი პოლიტიკური პლატფორმა რო ყავთ აქ აგენტურა მათ მიმართ. ძალიან არის შესუსტებული. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდა სულ სხვა ხელისუფლება, რომელსაც ჯერ ვერ გაურკვევია რა უნდა ქნას საქართველოს მიმართ. და მე არ ამგონია, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ის პოლიტიკა გააგრძელოს, რა პოლიტიკაც ჰქონდა ბაიდენს საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარება შეიცვალა, გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და რუსეთის გავლენა ძლიერდება ამ სივრცეში. ჩვენ ამას უნდა გაუსწოროთ თვალი და ვიმოქმედოთ აი ამ ახალი რეალობის მიხედვით, ისე როგორც უმოქმედია თავის დროზე ჭკვიან ჩვენს ხელმძღვანელებს, მეფეებს მათ შორის. კი ბატონო. ამასობაში იქ უკრაინასთან დაკავშირებით იცვლება, ვითარება, დიპლომატია გააფთრებული. შეხვედრა იყო მკითხელოგის ზელენსკისთან და უნდა ჩატარებულიყო პრესკონფერენცია, თუმცა ამერიკული მხარის მოთხოვნით ეს პრესკონფერენცია აღარ შედგა. როგორც ჩანს, იქ აქტიურად მიმდინარეობს რაღაც საკითხების მოხილვა. ჩვენ ისეც გვახსოვს, რომ ტრამპმა მოითხოვა ამ წიაღისეულთან დაკავშირებით ვდომა. ზელენსკი უარზე გავიდა და მან ტრამპი ძალიან გაღიზიანდა ამის გამო. მაგრამ ახლა რაღაცა დათქმებით აპირებენ კიდე ამ თემას მიუბრუნდნენ. ხო, საინტერესოდ განვითარდება ალბათ იქ მოვლენები, მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები, რომ ზელენსკის დიდი დღე არ უწერია, როგორც უკრაინის ხელმძღვანელს. ზელენსკი თავის ესე იგი ხსნაშია და აქედან გამომდინარე ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მოთხოვნებს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ რამენაერად შეწყდეს საომარი მოქმედებები. მათ შორის არჩევნები, ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ამასაც ემსახურება, რომ ესე იგი შეიქმნას ისეთი პირობები, ანუ უკრაინულ მხარეს წარმოადგენდეს ისეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელთანაც რუსეთი ასე თუ ისე დაждდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ასე რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ზელენსკის ხელს უწყობს, აჩერებს და მას მხარს უჭერს ზუსტად ეს ინგლისის პოზიცია, საფრანგეთის პოზიცია, ის ევრობიუროკრატია, რომელიც ასევე თავის გადარჩენის რეჟიმში ისე როგორც ზელენსკი. აქ სურათი ნათელია, აქედან გამომდინარე საქართველოს უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები და ეს რეალური სურათი აეხლა. რაც არის, ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. მე პირველ რიგში მაღელვებს, რა თქმა უნდა და ჩვენ გვაღელვებს საქართველოს მოსახლეობის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, რომელიც გამომდინარეობს იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რაც საქართველოშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა აცხადებს, რომ ჩვენ გვაქვს 10%-იანი ზრდა და უფრო მეტია რა, ეს არის ზრდა, რომელიც დგება რბილად რო ვთქვათ, არასათანადო კრიტერიუმებით. არასათანადო კრიტერიუმები, იმიტომ რომ ადგილობრივი წარმოების წინსვლად ჩვენ ვერ ვხედავთ. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ აი თვითონაც აღიარებენ, რომ ისეთი დარგები, როგორიცაა გადამუშავებელი მრეწველობა, რომელიც ადგილზე ქმნის პროდუქციას, ჩვენ გვაქვს
ამ დარგებში პირიქით უკუსლა გვაქვს. და ისეთ სფეროებში გვაქვს წინსვლა, რომელიც არ ეტყობა, არ დაეტყობა და არც დაეტყობა საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს უნდა შეცვალოს თავის საგარეო პოლიტიკა და უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ ტრანზიტიდან ამონაგები გვაქვს, ძირითადად როგორც ტრანზიტი და ტრანსფერები, ჩვენი საწყალი, ესე იგი ემიგრანტების მონური შრომა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც ცხოვრობს საქართველო, რითაც ძალიან ბევრი რამ მუშაობს საქართველოში. მათ შორის ენერგეტიკა, მათ შორის სხვა, აი დაუშვათ ის გადასახადები, რომელსაც იხდის საქართველოს მოსახლეობა, უდიდეს ლომის წილი. ამ გადასახადებისა, ამ ხარჯებისა ადგილზე, არა, ეს მოდის ტრანსფერებით, ხო? ჩვენი ოჯახების ძალიან დიდი ნაწილი მთლიანად არის დამოკიდებული იტალიაში მომუშავე, თურქეთში მომუშავე, გერმანიაში მომუშავე და რუსეთში მომუშავე ჩვენი ემიგრანტებისგან. თორე ადგილობრივი წარმოება რა არის განვითარებული? რის განღებულოთ ჩვენ სადღებულოთ ჩვენ ხელფასებს გარდა სახელმწიფო სტრუქტურებისა, ძალოვანი სტრუქტურებისა და იმ სისტემებისა, რომელიც რამხელა წარმოება ქონდა საქართველოს. საქართველო იყო განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა, რომელიც ეჯიბრებოდა მაშინდელ დასავლეთ გერმანიას 80-იან წლებში. გადაცემის დაწყებამდე თუ ახსოვს კოვზე რო ვისაუბრეთ, შტამპი რო ქონდა, რომ ნერშ, ანუ უჟანგავი რკინა და თბილისი რუსულად ეწერა. ანუ თბილისი აწარმოებდა უბრალოდ ჩაის მოსარევ თუ ყავის მოსარევ კოვზებს, რომელიც გადიოდა ანუ მთელ საბჭოთა კავშირში, როცა მოსახლეობა იყო მთლიანად 200 მილიონი ადამიანი. ჩვენ 20 კაპიკი რო ღირებული იყო ის ღირებულება რო ქონოდა იმ კოვს, წარმოიდგინეთ რამდენი თანხა რჩებოდა საქართველოში. 2-3 დარგი რო აღვადგინოთ იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ ქონდა განვითარებული დაუშვათ ჩაის მრეწველობა, ხო? ეს გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას და ძალიან ბევრი სოციალური პრობლემის მოგვარებას და სხვათა შორის დასავლური კაპიტალის ინტერესებში არ შედის იმ დარგების განვითარება, რომელიც მერე არა გამოიწვევს ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც გაიყიდება პოსტსაბჭოთა სივრცეში და სხვა დარგები აქ ვერ განვითარდება, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მაინც მაღალ ტექნოლოგიური დარგები, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავყიდით სხვა პროდუქციას, იმ პროდუქციას, რომელიც დასავლეთში იყიდება. არ შეგვიშვებენ იქ უბრალოდ. შეგვიშვეს ევროპის ბაზარზე, ან ამერიკის ბაზარზე. არ შეგვიშვენ, ჩვენ არ ჭირდები მას როგორც კონკურენტი. კი ბატონო. მადლობა თემურ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. შევხვდებით ხვალ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. მადლობა.